მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სალონი და სხვათა შორის პირველი გადაცემა არის ამ სეზონში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს სალონის სტუმარი არის მუხტარჭი აბერაშვილი. ადამიანი ბოლო სალონი რო ჩავწერეთ, მაშინ შენ და თამარ კაკაურიძემ ექსკლუზიურად ჩვენთვის გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ პრემია ივერია წავიდოდა იტალიაში და იქ დაფუძნდებოდა. მას შემდეგ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ პრემია ივერია არა მარტო დაფუძნდა იტალიაში, არამედ რაღაც ესეთი ტრიუმფალური სვლელობაც კი მოაწყო. მოგესალმებით, ქეთი, მადლობა თქვენ ტელევიზიას, თქვენს გადაცემას, რომელიც ეს არაჩვეულებრივად დამოუკიდებლად და საკუთარი ნიშნით უძღვება ხელოვანებთან ურთიერთობას და ხელოვანების სწორი ფორმით წარმოჩენას, მოდი ესე ვთქვათ. რაც შეეხება ზუსტად რაღაც ნიშანდობლივი იყო თითქოს თქვენმა ტელევიზიამ გაავრცელა რეალურად მაშინ პირველად ის რომ პრემია ივერია მიდიოდა იტალიაში, ეს იყო ჩვენი უკვე მერე შემდეგ დაფუძნებული როგორც ოფიციალური წარმომადგენლობა არაჩვეულებრივი ქართველი თამარ კაკაურიძე და ზუსტად აღნიშნეთ რომ არც თუ ისე დიდ ხანში პრემია ივერია უკვე 4-ჯერ იყო იტალიაში ამ ხნის განმავლობაში და სულ ახლა ხანს რითიც მინდა დავიწყო ალბათ ნებისმიერ ქართველს მიულოცო, ნებისმიერ ხელოვანს მიულოცო, არა მარტო ქართველს, რა თქმა უნდა, ყველას გულისხმობ ამ შემთხვევაში ვინც ხელოვნებაში არის, ის რომ სრულად მოულოდნელად პრემია ივერიის აღიარება მოხდა იტალიაში, ქალაქ მატერაში, ქალაქ მატერამ მერიამ, ქალაქ მატერის მერიამ პრემია ივერია სახელმწიფო პროგრამაში ჩავსვა, რომელიც ერთი მხრივ ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენთვის და თავარქვათ ამას ამ ეტაპზე ის რასაც არ ველოდი და ის რაც მართლა გვინდოდა და მივიღეთ იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ ვამბობთ ამას რომ ქართული კულტურა არის ევროპული კულტურის ძალიან დიდი ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველაზე საინტერესო მაინც ის არის რომ ალბათ ისეთმა ქალაქმა რომელსაც უზარმაზარი სტატუსი აქვს ევროპის კონტინენტზე არის კულტურული დედაქალაქი მატერა ადგილი რომ სადაც მელ გიბსონმა გადაიღო მეოთხე ერთ-ერთი უზარმაზარი ახალი შედევრი შეიძლება ითქვას ქრისტეს ნებანი და აი ამ ქალაქის მერიამ სრულად მოულოდნელად არ ვიცი სიურპრიზი დავარქვა თუ რა დავარქვა მაგრამ ალბათ უპირველეს ღვთისმწყალობას დავარქვა ჩვენს მიმართ და ქართველების მიმართ ესეც რა თქმა უნდა გარკვეულწილად დაუღალავი შრომა იყო და ყოველთვის ხარს უსვამ იმას რომ თურმე რა მნიშვნელობა აქვს მინდეს ის ლოცვა კურთხევას და ხელის დადებას საქმეზე რომელსაც უნდა მოემართოს ხელი რომ მნიშვნელობა ქონდეს ქართველების და არა მარტო ქართველების მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის რომელიც სამშობლოს არიან მოწყვეტილები ამ შემთხვევაში ემიგრანტებს გულისხმობ თუმცა მოწყვეტილების კი არაქართველ ემიგრანტებსაც ასე ვთქვათ ვიღებთ პრემია ივერიაში იქ არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები და რომლებსაც არაერთხელ შევხვედრივართ ჩვენი მოგზაურობის დროს თავარი ის არის რომ ალბათ პრემია ივერიის ხაზი არ გაწყდა იმ ნიშნით რასაც ქვია კულტურათა გაცვლა რასაც ქვია ალბათ ახალი სახეების ზებნა რასაც ქვია ძველი სახეების არ დავიწყება და არა მხოლოდ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და იცით ძალიან ძნელი არის პასუხისმგებლობა აიღო ისეთ სფეროზე როგორც არის კულტურა, კულტურის მოღვაწეები, ხელოვანები და ამ ადამიანებთან ერთად მათი კულტურა შესაბამისად დააფასო და მათ კულტურას ხელი შეუწყო განვითარებისთვის. აი ზუსტად აი ამ ნაწილში იტალიის სახელმწიფო, იტალიის მხარე, მოდი კიდევ ერთხელ ვახსენებ აი ამ ჯადოსნური ქალაქი, ალბათ ყველამ უნდა ნახოს ეს ქალაქი მატერა და ამ ულამაზესი ქალაქის მერის მრჩეველი, ეს არის ჩვენი უზარმაზარი მეგობარი, ადამიანი პაოლო გრეკო რომელმაც ფაქტიურად ხელი შეუწყო ყველაფერს რომ პრემია ივერიის სახელი ჩამჯდარიყო სახელმწიფო დონეზე და ყოფილიყავით წლევანდელი წლის სახელმწიფო საშობო ივენთების ერთ-ერთი ნაწილი. სადაც ვიცი რომ არა მარტო ქართველები, არამედ ბევრი იტალიელი, ბევრი არაიტალიელი უცხოელი, ფრანგები, გერმანელები, ავსტრიელები, ალბათ კიდე თითქმის მთელი მსოფლიო ჩამოდეს იქ და ეს კიდე კარგად გითხარი. პრემია ივერიამ ის რაც უკვე გააკეთა და ახალი ჩამოსული ხარ თქვენ იტალიიდან ეს კიდევ ერთი უკან დარჩენილი ნაბიჯია ხო მაგრამ უკვე დეკემბერში რაღაც ახალი ხდება აი ზუსტად ეს მინდა რომ კარგად მითხრათ სახელმწიფო დონეზე აიყვანეს პრემია ივერია იტალიაში ხო აი ეს მოხდა ყველაფერი ასე ვთქვათ იტალიაში ქალაქმა მატერამ სახელმწიფო დონეზე აიყვანა პრემია ივერია და ჩასვა სახელმწიფო პროგრამაში
სადაც აბსოლუტურად ყველანაირი მომსახურება და ყველანაირი პატივი გვექნება იმისთვის, რომ ღირსეულად ვიყოთ იმ მსოფლიო ასე ვთქვათ ხელოვნების ნაწილი, რომელიც უკვე მატერაში იყრის დეკემბრის თვეში თავს. ეს არის კულტურის ზეწერტილი იტალია და იტალიამ მიიღო თავის წილ კულტურულ ვიცი ხომ მაგრამ არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ კულტურულ მემკვიდრეობად მიიღო, იმიტომ რომ აი ამ ქალაქში პრემია ივერის მოგზაურობა, იტალიაში პრემია ივერის მოგზაურობა ცხადია, დრო და დრო იქაურ პრესაში ჩნდება, სატელევიზიო გადაცემებში, რადიო გადაცემებში, ჟურნალებში, გაზეთებში, წიგნებში და მათ შორის სახელმწიფო უწყებების არქივებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ისე ვიცხოვრეთ აი ამ ასე ვთქვათ მოგზაურობების დროს, როგორც შეეფერება ქართველ ნამდვილ ხელოვანებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას იმისთვის, რომ ნამდვილად ანახეს არა მარტო ქართული ხელოვნება, ანახეს რა არის ქართველობა, რა არის საქართველო, რა გვაქვს კულტურაში, რა გვაქვს შინაგანად, როგორი ვართ რეალურად ქრისტიანები, რომ შეგვიძლია ეთი მორჩილებით და მოკრძალებით და მოთმინებით ველოდოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვიდრე არ მივაღწევთ საწადებს, თუმცა ამ საწადების მიღწევის მერე არსებობს კიდევ ახალი თმენა და ახალი შრომის ეტაპი, რომელსაც ისევ მოთმინებით გავაგრძელებთ და ყოველგვარი ხმამაღალი საუბრის გარეშე ვიტყვით და რამდენადაც ხვდები აპირებ გაგრძელებას, იმიტომ რომ პროექტმა გაუძლოს 13 წელს და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ძალიან იშვიათია ხოლმე, ხო? ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ შრომობთ თავდაუზოგავად, ყოველთვის რაღაც ახალი ინიციატივები და კრეატივი. აი იმ ყველაფრის გარდა, რაზეც ახლა გველაპარაკე, მინდა რომ არავის ეგონოს რომ პრემია ივერია მხოლოდ ჩავიდა იქ და პოეტმა ლექსი წაიკითხა და მხატვარმა ნახატი გამოფინა, მე ვიცი რომ იქ გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა და ქართული სკოლა. მადლობა ამ შეკითხვისთვის და უბრალოდ ეს არის ცალკე ალბათ ცალკე ეპოქა არის ჩვენთვის, ჩვენი პრემია ივერიისთვის და ცალკე ეპოქა დაიწყო თუნდაც იგივე რეჯო კალაბრიაში, რომელსაც არაჩვეულებრივი სკოლა აქვს, საკვირაო სკოლა, ეს არის სკოლა იმედი. სკოლა იმედის ფუძე მოდის ქალაქ ბარიდან, ქალბატონი ცინარი ღვალაძე არის ერთი მართლა დაუღალავი ქართველი მოღვაწე, რომელმაც იქ სკოლა დააფუძნა და განავითარა, ბიბლიოთეკა შეუქმნა და ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს აი ამ ქართული კულტურის კერით. მერე უკვე სკოლამ გააკეთა რამდენიმე ფილიალი და მათ შორის ერთ-ერთი ფილიალი არის, ეს არის რეჯო კალაბრია, სამხრეთ იტალია, საოცარი ქალაქი, საოცარი ხალხით, ძალიან დიდი გულთბილი და კარგი ადამიანებით. და ზუსტად აი ამ კალაბრიის სკოლა იმედის ხელმძღვანელი არის ქალბატონი ხათუნა ქარაია, რომელმაც 1 წლის განმავლობაში პრემია ივერია ჩაიყვანა უკვე ორჯერ გაგვიკეთა გამომცემლობაში ლეონიდე ედისიონეში, რომლის ხელმძღვანელია დომენიკო პოლიტო არის არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენთვის და მხარდამჭერი. გაგვიკეთეს პრეზენტაციები, რომელმა პრეზენტაციებმა ქართულ ხელოვანებში კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ის აზრი, რომ მათ შემოქმედებას მნიშვნელობა აქვს ისეთი მაღალი კულტურის ქვეყანაში, როგორც არის იტალია, მაგრამ დაუბრუნდეთ ეს სკოლას. საკვირაო სკოლა იმედმა 1 წლის განმავლობაში შეძლო ის, რომ ბიბლიოთეკა გაეკეთებინა. დამოუკიდებელი ბიბლიოთეკა ჰქონდეს და ამ ყველაფერში ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. ჩვენთან ერთად იყო ჩვენი უზარმაზარი ქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელიც დღეს გენერალური დირექტორი არის პარლამენტის ბიბლიოთეკის, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. და ძალიან ისეთი გულმოდგინე ხელშეწყობა აქვს ჩვენი გენერალური საკონსულოსგან, ბატონ ირაკლი ქოევასგან, ქალბატონი მარიამ ალფაიძისგან, გენერალური და ვიცე-კონსულები. და ესეც ითით რატომ ალბათ ზუსტად ის ადამიანი აკეთებს ზუსტად იმ საქმეს და ზუსტად ისე, როგორც ქართველ ბავშვებს ჭირდებათ იტალიაში იმ დაახლოებით ალბათ 3000-მდე ბავშვს, რომელიც კალაბრიაში ცხოვრობს. ეს არ არის პატარა ციფრი, ეს არის ძალიან დიდი ციფრი კი. და აი ამ დიდი ციფრიდან მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ბიბლიოთეკა, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს სკოლა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენს როგორც პრემია, რომ ყველაფერი ეს განვითარდეს და არ გაწყდეს ეს ძარღვი. პირიქით უფრო ისეთი მასშტაბები მიიღოს, რომელიც მასშტაბებში ბავშვები ჩაერთვებიან და წარმოიდგინეთ 1 წლის განმავლობაში ბავშვებმა, რომლებმაც ქართული საუბარიც კი არ იცოდნენ, უჭირდათ ჩვენი ლექსი წაგვიკითხეს, ქართულად იმღერეს, ქართულად იცეკვეს. ეს ყველაფერი არის 1 წლის ისეთი მონაგარი, რომელმაც
მე პირადად აღმაფრთოვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქართველები ქართულ ფესვებს არ რა თქმა უნდა და ყველა საინტერესო ის იყო, რომ ღონისძიების გახსნა დაიწყო ქართული ჰიმნით. ეს ქართული ჰიმნი იყო ბავშვებისგან შესრულებული არაჩვეულებრივ მრავალ ხმაში. აი ამ ყველაფერმა იმ ხელაში დაბეჭდილება და იმ ხელა ემოცია მოიტანა, რომ დავსრე იტალიელებიც კი უბრალოდ მადლობას ეუბნებოდნენ ქართველებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ბედნიერები იყვნენ, რომ ჩვენ მათ უთხრეთ შესაგებებელი მადლობა იმისთვის, რომ მათ ხელი შეუწყეს, მათ დაინახეს ბავშვების მომავალი, მათ დაინახეს ქართველების იქ რაღაცა კარგი მოღვაწეობა და ყველაფერს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე არის ზუსტად ის, რომ პრემია ივერია ვითარდება არა მარტო ასე ვთქვათ სალიტერატურო და მხატვრობის ხატწერი თუ ფოტოგრაფიის კუთხით, არამედ ვითარდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ხელისშემწყობი არის ბიბლიოთეკების, იმიტომ რომ ჩვენი ქართულმა გამომცემელი საზოგადოება დაახლოებით ესე გამოვიდა, ხა წარმოიდგინეთ ქართველმა პოეტებმა აქედან ქაბატონმა თამარ მახარაშვილმა გაგვატანა არაჩვეულებრივი ლიტერატურა, რომელიც ძალიან მოეწონა ყველას. ეს არის ესეთი ერთ-ერთი კლასიკა, ერთ-ერთი კი ზღაპარი ვაფეხადა, რომელმაც ერთ-ერთი თქვათ თანამედროვე შეიძლება ითქვას კლასიკა არის ბავშვებისთვის. ქაბატონმა მაყვალა გონაშვილმა გაგვატანა არაჩვეულებრივი წიგნი, ბატონმა ლადო კახაძემ გაგვატანა თავისი წიგნები. ეს ყველაფერი ვინც ჩვენთან იყვნენ ამ სიუჟეტში ყველა ჩანს, ყველამ წამოიღო საკუთარი წიგნები და დატოვეს ბავშვებისთვის. ჩავალთ მომავალ წელს, მაგრამ მომავალი წელი გვექნება, ცოტა ისეთი შეიძლება დავასწრებ თქვენ შეკითხვას იმას, რომ მომავალი რა გვექნება. მომავალი გვექნება ის, რომ მომდევნო წელი იქნება მინიმუმ 8-10 ქვეყნით დატვირთული და ეს 8-10 ქვეყნის მოგზაურობა იქნება არაჩვეულებრივი და იქიდან გამომდინარე, რომ პრემია ივერიას ელოდებიან საფრანგეთში, ელოდებიან რუმინეთში, ელოდებიან პოლონეთში, ელოდებიან სომხეთში, თურქეთში, ძალიან ბევრი ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ყოველთვის აქვს საქართველოს ხელოვნების თვალსაზრისით ზეგავლენა. ეს ყველა ქვეყანა არის ესეთი მაღალი კულტურის და მაღალი ხელოვნების მქონე ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად თუ ვართ იქითკენ მიდრეკილი და ესეც არის მთელი საქართველოს არსებობის მუდმივად ცივილიზაციისკენ ისწრაფის განვითარებისკენ ისწრაფის, როგორც ხელოვნებაში, ისე ვთქვათ მედიცინაში იქნება თუ განათლების თვალსაზრისით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთვის არის ერთგვარად საპირწონე და მათთვისაც ჩვენ ვართ ერთგვარად საპირწონე, იმიტომ რომ როდესაც იტალიის იმ გარკვეულ რეგიონებში, სადაც ჩვენ მოგვიწია მოგზაურობა ილია ჭავჭავაძის შესახებ გაიგეთ, მოცხადე იცოდა ნაწილმა არ იცოდა, აღმოაჩინეთ ილია ჭავჭავაძის ამხელა მსოფლიო დონის პიროვნება. ეს იყო ზუსტად ის საპირწონე, რომ თქვენ ილია ყოლია და ჩვენთან რაღაც ეძებთ, ჩვენგანა რა უნდა მოგცეთ, თქვენ რუსთაველი ყოლიათ, განა ჩვენ რა უნდა მოგცეთ, ისეთი აი რუსთაველი გაქვთ, ვეფხისტყაოსანი გაქვთ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და წარმოიდგინეთ საქართველოს ერთი ვეხუმრე კიდევაც არაჩვეულებრივი ადამიანი არის იტალიელი წარმოშობით ფრანჩესკო ტრეჩი ადამიანმა, რომელმაც ვეფხისტყაოსნის იტალიურ ენაზე გავრცელება დაიწყო. საქართველოს 3 წიგნი დაწერა საქართველოს შესახებ და მთელს იტალიაში და არა მარტო იტალიაში დადის და აკეთებს პრეზენტაციებს ქართული წიგნების, ანუ საქართველოს შესახებ იტალიურ ენაზე დაწერილი წიგნებით. აი ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ამ 1 წლის მონაგარი ჩვენთვის, რომელმაც მომდევნო წლებში უნდა გაგვამაგროს ზურგი და არ მინდა ხაზგასმის გარეშე არ თქვა, რომ პრემია ივერია ნაპოლში როცა გაკეთდა, არაჩვეულებრივი წარმომადგენლობა ჩამოგვეყალიბდა ნაპოლში, ეს არიან დედაშვილები არიან, ანა და თინათინ ასისტიშვილები, დედამისი ლაურა სარალიძე, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ქართველებს იქ ეხმარებიან, არა მარტო ასე ვთქვათ, კულტურაში, ძალიან ბევრ რამის ეხმარებიან და ზუსტად აი აქ ნეაპოლში იმდან მოულოდნელი იყო პრემია ივერიის გამართვა ისეთ ადგილზე, რომელიც არის არც მეტი არც ნაკლები მე-14 საუკუნის ფლორენციის სამეფო სასახლეში. ესეთი ერთგვარი როგორ გითხრათ, რეგალია გახდა ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ იტალია, როდესაც შენს ესეთ ძალიან ძვირფას დაწესებულებაში გაგიღებს კარს და გეტყვის კი ბატონო მოვბრძანეთ, თქვენ ამაში ღირსეული ხართ და შეგიძლიათ აქ ღონისძიება გამართეთ, ეს არის ძალიან დიდი შედეგი და ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის და აი ამ ყველაფერში კიდევ რა თქმა უნდა იტალიელი მხარე ყავს ძალიან კარგი ჩართული იტალიის წარმომადგენლობაში, ნეაპოლის წარმომადგენლობაში ყავს არაჩვეულებრივი პოეტესა, რომელიც მარტში, მომდევნო წლის მარტში გვესტუმრება, ეს არის ანტონელა ბიანკო, რომელიც გარკვეული შეიტანა ჩვენ აი ამ
ნეაპოლურ მოგზაურობაში და ნეაპოლში და ერთ-ერთი პოეტი თქვენ უკვე იცნობთ ამაზე და ქართული საზოგადოება იცნობს, ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, პრემია ივერიის ლაურეატი, ეს არის ალესანდრო რუსო, რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა საქართველო და ხუმრობს ხოლმე რომ მე მგონი მეგრელი ვარო, არა იტალიელიო. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიხარი ეს ადამიანები და ეს მეგობრები და ვეხუმრე მე ფრანჩესკო ტრეჩის რომ მეთქი თქვენ ხართ ჩვენი ელჩი რომელსაც ხელფას არ უხდით. რა თქმა უნდა არ მჭირდება ხელფასიო პირიქითო სიამოვნებით ვაკეთებ ამას იმიტომ რომ ქართველები ხართ ძალიან დიდი კულტურის მქონე ადამიანები და დეკემბერშიც მიდიხართ. დეკემბერშიც მივიდიოთ ეს არის 16-24 დეკემბერი და პირველი ღონისძიება გენერალური დაჯილდოება იქნება ქალაქი ბარი 18 დეკემბერი ბარი ეს არის პულიის რეგიონი და ზუსტად აი ამ რეგიონში ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ადამიანი ქაბატონი ფიქრია კუჭურხიძე და ეს იქნება ერთ-ერთი მაღალი დონის და მსუყე პროექტი 19 დეკემბერს დავტოვებთ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოლოთვის მერე დავტოვებთ ჩვენ ბარს გადავდივართ მატერაში აი ეს ძალიან ისეთი ლამაზ ქალაქში ჯადოსნურ ქალაქში და 21 დეკემბერს გვექნება უკვე მატერის ღონისძიება. მატერაში იქნება ქალაქის მერთან შეხვედრა, იქნება ისევე გამოცემულობაში წიგნის პრეზენტაცია, იქნება პოეტური საღამო, იქნება კულტურული საღამო. თავიდან დავიწყეთ მე და ქალბატონმა თამარ კაკაურიძემ ეს ორი ადამიანის გუნდი დაახლოებით 15-20 ადამიანამდე ავიდა, რომლებიც ძალიან მონდომებული იყო და არ ვიცი, ზუსტად ვიცოდით ალბათ რომ ეს ყველაფერი რასაც გააკეთებდა კი და გამოვიდოდ და მოდი აქედან მოვიკითხოთ აუცილებლად. ნუ აი ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, თუმცა ჩვენ თან დღეს სტუმრად არიან ის ადამიანები, რომელთა გარეშეც, გუნდის გარეშეც მართლა ვერაფერს გააკეთებდი და ძალიან გაგიჭირდებოდა და მოდი ახლა მე მინდა რომ ესტაფეტა გადმოგაბარო და გაგვაცანი შენი მეგზურები და გაიხსენეთ ის ლამაზი დღეები, რომლებიც იტალიაში გაატარეთ.